Teleradio კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა ილარიონ ქართველი. მიწიერი დიდების უარყოფელი და ქართული სულიერების მნათობი. მე-19 საუკუნის საქართველო კახეთში წარჩინებული და გავლენიანი აზნაურის დონაურთა გვარის ოჯახში იზრდებოდა ყრმა, რომელსაც არა მიწიერი დიდება და სიმდიდრე, არამედ სრულიად სხვა, გაცილებით აღმატებული გზა ჰქონდა წინასწარ გამზადებული. ეს იყო ილარიონი, ბავშვი, რომელიც შობიდანვე ღვთისთვის იყო შეწირული. მშობლებმა 6 წლის ილარიონი აღსაზრდელად და სასწავლებლად ღვთისმოყვარე კაცს მიაბარეს. ყრმამ იმდენად დიდი ნიჭიერება და სულიერი სიბრძნე გამოამჟღავნა, რომ როდესაც მამამ შვილის ღვთისადმი ასეთი განსაკუთრებული სიყვარული იხილა, მშობლიურ სოფელშივე ააშენა მონასტერი. სავანეში მალევე შემოიკრიბა 16 ბერი, თუმცა ახალგაზრდა ილარიონის სული სრულ განმარტოებასა და სიმშვიდეს ეძებდა. 14 წლის ასაკში მან გადაწყვიტა განრიდებოდა მამის ზედმეტ მზრუნველობასა და ყურადღებას. ფარულად დატოვა მონასტერი და დავით გარეჯის მკაცრ უდაბნოს მიაშურა. მან იპოვა მცირე გამოქვაბული და იქ განმარტოვდა. გარეჯის უდაბნოში ახალგაზრდა ბერი უმკაცრეს მოღვაწეობას შეუდგა. ის ახალგაზრდობის წლებს ულმობელი მარხვითა და მღვიძარებით ატარებდა. გამუდმებული ლოცვით კი თითქოს უხორცო ანგელოს ემსგავსებოდა. მისმა თავდადებამ და მოთმინებამ უდაბნოში მოღვაწე ბერების დიდი გაოცება, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მალე მის გარშემო 11-მა მშვიდმა და თამდაბალმა ძმამ მოიყარა თავი, რათა ილარიონის გვერდით ეცხოვრათ და მისგან ესწავლათ. ანგელოზებრივი ცხოვრებით მცხოვრები ბერის ამბავი მალე მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის ანახავად ლოცვა-კურთხევისა და რჩევის მისაღებად უამრავი ადამიანი მიდიოდა. ერთ დღესაც მას რუსთაველმა ეპისკოპოსმა მიაკითხა, როდესაც მღვდელმთავარმა იხილა ფერმფრთალი, უკიდურესად თამდაბალი და ძველ შეურაცხ სამოსში გახვეული ბერი მოწიწების თხოვა ღვთლობის ხარისხი მიეღო. მიწიერი დიდების უარყოფელი ილარიონი დიდხანს ევედრებოდა ეპისკოპოსს არ დაემძიმებინა იგი ამ პატივით, მაგრამ ბოლოს მორჩილების გამო მაინც დათანხმდა. ღვთლად კურთხევის შემდეგ წმინდა ილარიონის სახელი კიდევ უფრო განდიდდა. დიდებას გაქცეულმა ბერმა გადაწყვიტა სამშობლოს განრიდებოდა. მან მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმა დატოვა, თავად კი იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა. იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ღირს ილარიონს შეიარაღებული ავაზაკები დაესხნენ თავს. მათ מחვილები იშიშვლეს ბერის მოსაკლავად, მაგრამ მოულოდნელად ღვთისძალა ჩაერია თავდამსხმელებს, ხელები გაუშეშდათ. გაოგნებული და შეშინებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის რისხვა დაატყდათ თავს წმინდა ადამიანზე ხელის აღმართვის გამო. ისინი ფეხებში ჩაუვარდნენ მას და პატიებას თხოვეს. წმინდა მამამ ყოველგვარი წყენის გარეშე გარდასახა მათ ჯვარი, განკურნა და მშვიდობით გაისტუმრა. ერთ-ერთი ავაზაკი იმდენად შეძრა ამ სასწაულმა, რომ ბერს თაბორის მთამდე გაჰყვა. ილარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმინდეები, თაბორის მთა, გოლგოთა, მაცხოვრის საფლავი და ბეთლემი, რის შემდეგაც იორდანეს უდაბნოში წმინდა ელია წინასწარ მეტყველის გამოქვაბულში განმარტოვდა. იგი განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს ეჩვენებინა მისთვის სწორი გზა. ერთ ღამეს მან ჩვენება იხილა. ზეთისხილის მთაზე იგი წარსდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე, რომელსაც 12 კაცი ახლდა. ღვთისმშობელმა მას მიმართა: ილარიონ, წადი, მოისწრაფე შენი სახლისკენ და მოუმზადე სუფრა უფალს და ჩემს ძეს. ამ ხილვის შემდეგ წმინდა ილარიონი საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში მას მამა და ძმები გარდაცვლილები დახვნა. დედამ მამის მთელი ქონება შვილს გადასცა და უთხრა ისე გამოეყენებინა, როგორც თავად ჩათვლიდა სწორად. ნეტარმა ილარიონმა ჯერ დედათა მონასტერი ააშენა და სოფლები შესწირა. შემდეგ კი 76 მოღვაწე ბერი შეკრიბა. მამათა მონასტერი დაარსა და დარჩენილი ქონება მთლიანად უპოვრებს გაუნაწილა. ამ სიკეთემ ბოროტი ძალები აღაშფოთა. ეშმაკმა წმინდანის ბიძა, რომელსაც ძმის ქონების მითვისება სურდა, ბოროტები თავსო. როდესაც მან ნახა, რომ ილარიონმა მთელი სიმდიდრე გასცა, გაცოფდა და მონასტრის კარზე ნახშირით მუქარა დაწერა, რომ სამ დღეში სავანეს გადაწვავდა.
წმინდა ილარიონი განრისხების ნაცვლად ბიძის სულის გადასარჩენად ლოცვად დადგა. ამდენისას მას მწყინვალე კაცი გამოეცხადა და უთხრა, რომ მტერი იმავე დღეს დაიჯებოდა და თავად ითხოვდა შენდობას. მართლაც ბიძა მიწაზე დაეცა და საზარელი ხმებით დაიწყო გოდება. იგი წმინდანთან მიიყვანეს. ილარიონმა ჯვარი გარდასახა და განკურნა. გონს მოსულმა და სინანულით ატირებულმა ბიძამ მთელი თავისი ქონება მონასტერს შესწირა და თავადაც ბერად აღიკვეცა. წმინდა ილარიონის ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ ხალხმა მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახა. მიწიერი პატივისგან თავის დასაღწევად მან მონასტერი სანდო ძმას ჩააბარა და ორ თანამგზავრთან ერთად ბიზანტიისკენ, კონსტანტინოპოლისკენ გაემართა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ისინი ულუმბოს მთაზე მივიდნენ, სადაც მცირე, მიტოვებული ეკლესია იპოვეს და დაბინავდნენ. ერთხელ, როდესაც მათთან დიდი ლავრიდან ბერი მივიდა, აღმოაჩინა, რომ უცხოელ ძმებს მთელი კვირა მშივრებს გაეტარებინათ. ილარიონმა მას მხოლოდ სეფისკვერი და ზედა შესთხოვა, წირვა აღასრულა და ძმები აზიარა. როდესაც დიდი ლავრის წინამძღვარმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც ბერძნული ენის უცოდინერმა უცხოელმა წირვა აღასრულა, განრისხდა და მათი გაძევება ბრძანა. თუმცა იმავე ღამეს წინამძღვარს ყოლაწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და კაცრად გაკიცხა. რატომ განდევნე უცხონი, რომლებიც ჩემი ძის სიყვარულისთვის მოვიდნენ? განაარიცი, რომ ამ მთაზე ბევრი მათი თანამემამულე დამკვიდრება, ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია. შეშინებული წინამძღვარი ილარიონს ფეხებში ჩაუვარდა და დარჩენა შეევედრა. 5 წლის შემდეგ წმინდა ილარიონმა რომს მიაშურა და მოციქულთა საფლავების მოსალოცად რომის მახლობლად მან ვენახთან მჯდომი დავდომილი იხილა. ავადმყოფმა ყურძნის მიწოდება ვერ შეძლო, რადგან სხეულის ამოძრავების უნარი არ ჰქონდა. წმინდანის ლოცვით კაცი მყისიერად განიკურნა, ფეხზე წამოდგა და ვენახში შევიდა. თუმცა მობრუნებულს ილარიონი იქ აღარ დახვდა. წმინდანი ადამიანთა ქებას გაექცა. რომის შემდეგ ილარიონი თესალონიკში ჩავიდა. აქ მან ქალაქის მთავრის 4 წლის დამბლად დაცემული ყრმა განკურნა. პადლიერმა მთავარმა ქალაქის კარები ჩაკეტა, რათა სასწაულ მოქმედი ეპოვა. როცა წმინდანი იპოვეს, მთავარმა მას ეკლესია აუშენა. წმინდა ილარიონმა მთელი დარჩენილი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. ის შორიდანვე შეეწეოდა გაჭირვებულებს, როგორც ეს ტყვედ ჩავარდნილი დიაკონის შემთხვევაში მოხდა, რომელიც ილარიონმა ხილვაში მოინახულა და ბორკილებისგან ფიზიკურად გაათავისუფლა. წმინდა ილარიონმა თავისი აღსასრული წინასწარ იცოდა. მან დაიბარა თესალონიკის მთავარი და ანდერძად გლახაკთა სიყვარული და სამართლიანობა დაუტოვა. წმინდანის მარმარილოს სამარხთან უამრავი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. მისი მოღვაწეობის ამბავმა ბიზანტიის კეისრამდე, ბასილი მაკედონელამდე მიაღწია. კეისარმა მოიწვია ილარიონის ქართველი მოწაფეები, დიდი პატივით მიიღო ისინი და მათთვის საგანგებო დააშენა ტაძარი, რომელსაც რომანა წმინდა უწოდეს. მეტიც, იმპერატორმა საკუთარი შვილები, ლეონი და ალექსანდრე, ქართველ ბერებს მიაბარა აღსაზრდელად. ბასილი კეისარს სურდა წმინდა ილარიონის ნაწილები სატახტო ქალაქში გადაესვენებინა, თუმცა თესალონიკელებმა სიწმინდის დათმობაზე უარი განაცხადეს. კეისრის ხალხმა ნეშტი ღამით მალულად წამოიღო. კეისარმა სიწმინდე თავის პალატაში დაასვენა, მაგრამ მესამე ღამეს მას თავად წმინდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: მე უცხო და გლახაკი ვარ, ქალაქის სასახლეებს უდაბნო მირჩევნია. ამის შემდეგ იმპერატორმა სიწმინდე დიდი პატივით გადაასვენა რომანა წმინდის მონასტერში და მის ქართველ მოწაფეებს ჩააბარა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ამ უდიდესი მამის წმინდა ილარიონ ქართველის ხსენების დღედ მისი გარდაცვალების დღე 19 ნოემბერი დააწესა. მისი ცხოვრება არის დაუშრეტელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მიწიერი დიდების უარყოფით ადამიანმა მარადიული და წარუვალი ზეციური დიდება მოიპოვოს. ტელერადიო კომპანია Georgian Times. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე, მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე, გახმოვანება დავით ხვადაგიანი.